დიდება ჩვენს ღმერთს. ამენ. ჩვენ მოვდივართ ეკლესიაში იმისთვის, რომ რაღაცა ვისწავლოთ უფლისგან. იესო ქრისტეს ეძახდნენ მოძღვარს და უფალს და მან თქვა რომ მე ვარ ის. ამიტომ ის თუ უფალია, უნდა მისცე უფლება და უფლობა, რომ შენ ცხოვრებაში ილაპარაკოს და კორექტირება შეიტანოს, დაგარიგოს. ყველაზე ცუდი მდგომარეობა არის იმ ადამიანის, ვინც შეიძლება რაღაცა ისწავლა. გაიგო, მაგრამ ეს იყო გუშინი. შენ არ იცი დღევანდელი დღისთვის, ხვალინდელი დღისთვის და მინდა ყველას გვახსოვდეს უდაბნოს გზის მანნა. უდაბნოს გზის მანნას ღმერთი ისრაელს საკვებად უგზავნიდა. და საკვები ნიშნავდა რომ მათი გადარჩენის და სიცოცხლისთვის იყო რომ ისინი ჯანმრთელად ყოფილიყვნენ და ღმერთი ეუბნებოდა რომ ყოველ დღე აკრიფეთ იმ დღისთვის მარტო. და ისინი ჭამდნენ, აკრიფავდნენ, დილით გავიდოდნენ, მერე უკვე მზე რო გამოვიდოდა ის მანნა ფუჭდებოდა და მხოლოდ შაბათ დღეს ორი დღისას აძლევდა საშუალებას რომ პარასკევს ორი დღის აეკრიფათ და ორი დღე ჩერდებოდა ეს. დანარჩენი დღეები არ შეიძლება და იმ მანნის კვება. მისმენეთ ყურადღებით. ჩვენ სულიერ გზას ვადგევართ და ღმერთი გვიგზავნის მანნას. ყველა მორწმუნემ ქრისტიანმა უნდა ისწავლოს აიღოს ღმერთისაგან საკვები მოაგროოს თავისი სულისთვის და მე ამ აზრით უნდა იკვებოს, გამოკვებოს საკუთარი თავი, საკუთარი პიროვნება, საკუთარი სული, რომ ჯანმრთელად იყოს და ხნედ იყოს იმის საკეთებლად, რისთვისაც ღმერთი მას უწოდებს, თუ ქრისტეს და როგორ უნდა იმსახუროს. დღეს მე ძალიან მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხო, ძალიან მნიშვნელოვან თემას და ფიქრობ, რომ მე შემთხვევით არ ვირჩევ ამ თემებს, ეს მინიშნება მქონდა, ჯერა რომ ეს ღმერთისგან არის ეს მინიშნება და არა მარტო ჩემთვის, დარწმუნებული ვარ, ეს ყველასთვის არის და კარგი იქნება რომ ჩვენ აი ამ მინიშნებას ღმერთისგან ყურადღებით მოვექცეთ და ყურადღებით მოვაკროთ. ყველაფერი ჩვენ ცხოვრებაში მიღწეული არის და რითაც ვხარობთ, ეს არის იმის გამო, რომ ჩვენ გავიგეთ ღმერთის ხმა, არა მარტო გავიგეთ, მერე დავემორჩილეთ იმ ხმას და შემდეგ წავედით და გავაკეთეთ და თუნდაც აი აქ ყოფნა ჩვენი. ერთ დღეს მე გავიგე უფლისგან, რომ რუსთავში უნდა წამოსულიყავი. და რო არ გამეგო, ეს ყველაფერი არ იქნებოდა. ყველაფერი იწყება თუ გაიგონებ ჩემ ხმას. ჩვენ დაუბრუნდებით ბიბლიის აი ამ ადგილებს და წმინდა წერილებს, ღმერთი ყველასთან მოლაპარაკეა. ყველასთან არის მოლაპარაკე. განსაკუთრებულად სულიერ მამებთან. ასაკი არსებობს სულიერი დონის, როცა ღმერთი ელაპარაკება სულიერ მამებს. არ იქნება დრო, რომ შენ უკვე გელაპარაკა გუშინ და იცი. ის რაც გუშინ გელაპარაკა, გუშინდელს ეხებოდა. და ის რაც დღეს უნდა გელაპარაკოს, ხვალინდელს ეხება და ხვალ რაც უნდა გელაპარაკოს, ზეგინდელს და ეს სულიერი საზრდო საკვები უნდა აგროო შენ ცხოვრებაში, რომ მომავალში იყოს ის ნაყოფი, რომელიც ღმერთს უნდა რომ ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში ნახოს. დავიწყებ იმით, რომ იოანეს სახარება ქრისტემ პირდაპირ თქვა და უპასუხა შეკითხვას, რომ თუ პიროვნება გახდა ქრისტეს ცხვარი. ანუ გაყვა უფლის გზას, უფალმა პირდაპირ თქვა, ეს არის ჭეშმარიტება და სხვაგვარად ვერ შეიძლება ადამიანმა დაინახოს ეს სურათი. ეს არის იოანეს მეათე თავის 27 მუხრიდან 27-28 მუხლები. ჩემი ცხვრები ჩემ ხმას ისმენენ. თუ არ გესმის უფლის ხმა, უნდა დაფიქრდე, ვარ თუ არა უფლის ცხვარი. უამრავი მიზეზი არსებობს, რომ ხმა აღარ ისმოდეს. ჩემი ცხვრები ჩემ ხმას ისმენენ და მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან. მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და ჩემი ხელიდან არ დაიღუპებიან საუკუნო, ჩემი ხელიდან მათ ვერავინ წაგლეჭს. ქრისტემ პირდაპირ თქვა, რომ ჩემი ცხვრები კარგად ერკვევიან ჩემ ხმაში.
არ არის საჭირო მაინც და მაინც სრულყოფილად გაზრდილი უკვე აი სულიერ სიმწიფის მწვერვალებს მიაღწევ და მაშინ ესმის ღმერთის ხმა. არა. ხდები თუ არ ქრისტიანი და მორწმუნე, უფალი უკვე ელაპარაკება შენ სულს. მისმინეთ. ჩვენ გვაქვს სამი გონი. სამი გონი გვაქვს, შეთაგვაგონებს ჩვენს პიროვნებას. საიდანაც გვესმის ხმა. პირველი ეს არის ინსტინქტული გონი. ინსტინქტური გონი გვეხმარება უამრავ რაღაცაში. მაგალითად, რომ ხიფათი ავიცილოთ თავიდან. ინსტინქტური გონი ზოგჯერ გვაგებინებს, აი მაგალითად, ჩემი შვილიშვილი ამასინად მოიწამლა და საჭმელს თავაზობთ, რომ ჭამე გიორგი და არ ჭამს. იმიტომ რომ ინსტინქტური გონი შთააგონებს, რომ ეხლა ჭამა არ არის საჭირო. ჯობია რომ სხეულმა იბრძოლოს და გამოიყვანოს მდგომარეობიდან ის ვირუსები, რომელი ვირუსებიც მასშია. არსებობს ინტელექტუალური გონი, რომელიც ეუბნება ბებო ჭამე, შვილო ჭამე, ბებო ეს გინდა, ის გინდა, ეს კიდე არ მინდა, ყველაფერს და რა ლაპარაკობს, რა შთააგონებს ამბავს, მშიერია და მაინც იძახის არ მინდა. და მეცნიერებმა დაასკვეს ჯუნგლებში მცხოვრებნი, რომლებსაც არ აქვთ ინტელექტუალური განათლება და ინტელექტუალური გონი, რომ ინსტინქტურ გონით ისინი ჯობიან ინტელექტუალურ გონს, ხშირ შემთხვევაში. იმიტომ რომ მათ იციან ინსტინქტურად ის, რაც ინტელექტუალურად არ იციან და ვინც ინტელექტუალური გონით იცის, უფრო მეტი შედეგები აქვთ მათ, ვინც ინსტინქტურ გონს დაუგდო ყურე. და ჯუნგლებში საერთოდ როცა ვიღაცა ავად ხდება, მათ აქვთ თავიანთი მკურნალობის მეთოდები, არ აქვთ არც სამედიცინო დაწესებულებები, არც აფთიაქები და არც შემდეგ. როგორ უნდა უმკურნალონ, რომელი ცოდნა უნდა გამოიყენონ, რომელი ინტელექტუალური გონი უნდა ჩართონ, რომ მიეხმარონ ჯერჯერ ისინი კი ახერხებენ იმ ინსტინქტური კარნახი და ეს ინსტინქტიც ხშირად იმ მდგომარეობაში, რომელშიც ადამიანი ყოფა, ესეც ღვთისაგან არის ადამიანში ჩანერგილ-ჩადებული. როცა ადამიანს ინსტინქტურად ეშინია, რომ სიმაღლისა რო არ გადავარდეს იქიდან, რაღაცა სახიფათო რაღაცას ხედავს და გამოსავალს აძლევს, რომ აქეთ წადი და იქით წადი, ადამიანი უჯერებს ამ ინსტინქტურ გონს და რა თქმა უნდა, მის ცხოვრებაში ბევრი კურთხევა და სიკეთე მოდის და ჩვენ დღემდე ასე ვარ დაცულები. არსებობს ინტელექტუალური გონი და დღეს აფეთქება არის ინტელექტუალური გონის. იმ დროში, საცა ინტერნეტისა, ChatGPT-სა და კიდევ ChatGPT აღარაფერი აღარ დაიჭრილა, ახალი რაღაცები გამოვიდა, იმის იქით ინტელექტუალური გონი იმდენად ძლიერია და დიდდება და რა ვიცი, ფართოვდება, რომ ადამიანი ვერ ასწრებ მის ფეხზე სიარულს, იმიტომ რომ ჩქარა მიდის ძალიან და შენ ჩამორჩია ამ ყველაფერს ის იმდენად ელექტრონული ინტელექტი არის ეს, რომ ადამიანი ვერ ეწევა. რაღაცები წარგებლოთ ჩვენ იქიდან. მაგრამ არსებობს ერთი გონი კიდევ. მას ქვია სულიერი გონება. აი იქ იმიტომ არის ინტელექტუალური გონის ხმა დღეს ისმის, რომ როგორმე ჩაახშოს ის ხმა, რაც სულიდან მოდის. და უნდა იცოდე მტრეები, რომლებიც ხელს უშლია ღმერთის ხმის მოსმენას. ქრისტემ თქვა, ჩემი ცხოვრებით ჩემ ხმას ისმენენ. მაგრამ მტერი იმისათვის არსებობს, რომ ხელი შეუშალოს, რომ არ გაიგო ღმერთის ხმა. და ხშირად, როცა ჩვენ ყველაფერი ვიცით, ტექნიკაც ვიცით, ჩემებს ზოგჯერ რო ვეტყვი ხომ, თიკოც ისეთია ტექნიკა, მიდი ეს გამიკეთე, რა უნდა მაგას, კაპ რაღაცას დააწვა, გააკეთა უცბად. იცის და კარგად იცის. მაგრამ პირველი კორინთელთა მერვე თავის მეორე მუხლი ამბობს, თუ ვინმე ამბობს, რომ რაიმე იცის, მან ჯერ კიდევ არ იცის ისე, როგორც უნდა იცოდეთ. პირველი კორინთელთა 8:2 არის ეს მუხლი. ვინც ფიქრობს, რომ რაიმე იცის, მან ჯერ კიდევ არაფერი არ იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს. და ვინ ფიქრობს საერთოდ, რომ იცის? ის, ვინც ინტელექტუალური განათლება მიიღო. ინტელექტუალური განათლება ნიშნავს, რომ შენ ცოდნა აკრეფე ამ მიწაზე. ისწავლე ვიღაცისგან რაღაცა, მაგრამ სულიერი გონი ზეციდან მოდის. შთაგონება უფლისაგან. უფლის სული კარნახობს ადამიანს და ასწავლის იმას, რაც შეუძლებელია
წიგნების კითხვით, ChatGPT-ს შეეკითხო და რაღაცა გიპასუხოს. სულიერი გონება და სულიერი გონი სულიწმინდისაგან მოდის და ისმის ადამიანის სულში. ეს ვერ შეიძლება ისწავლო წიგნების კითხვით. მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი, მომისმინეთ ყურადღებით. თუ დედამიწაზე რაიმეს უნდა დაუთმო დრო, ყურადღება, თუ რაიმესთვის უნდა გადაიხადო ფასი, ეს არის ისწავლო სულში ხმის გაგონება, ყველა მტრებისა, ყველა იმ ხმებისა, რომლებიც ჩვენში ცდილობენ რომ ჩაახშონ ის ხმა, იმ ხმის მოსმენისთვის უნდა გადაიხადო ფასიც და ყველაფერი გააკეთო, რომ როგორმე ეს შენ ცხოვრებაში იყოს მუდმივად. დავითი იცით რომ დავითი მეფე, ისრაელის მეფე, კაცი რომელიც უსმენდა სულში ღმერთს, სულის მართლობით იმართებოდა, გარემოება სხვა რამეს ლაპარაკობდა, სულში ღმერთის სხვა რამეს ეუბნეოდა. ასე გააკეთა დავითი. აკეთებდა ისე და გამარჯვებას აღწევდა. მერე კიდევ როცა პატარა ბიჭი იყო, ჯერ კიდევ ყველა მიცდეს მომენტი, გამოიყვანეს გოლიათი შეიარაღებული კბილებამდე და არა მარტო შეიარაღებული, სრული გამოცდილებით იყო. ის უბრალოდ ჯავშანი კი არ ქონდა მარტო. ის ისეთი მეომარი იყო ბავშვობიდანვე, რომელსაც ათასები შეიძლება ყავდა მოკლული. და გამოდის პატარა ბიჭი. ლოგიკა ირთვება ინტელექტუალურ გონებაში, ლოგიკა. და ამ მეომარმა კაცმა ჩართო ლოგიკა. და თქვა, ძაღლი ხო არა ვარ ჯოხით რომ გამოდიხარ ჩემთან. თვითონ ეს კაცი გამოვიდა შეიარაღებულია ტანკივით კბილებამდე. და უჭირავს მახვილი თავისი გამოცდილება. ცხოვრება ასეა, იმიტომ რომ მებრძოლი ასე უნდა გამოიყურებოდეს და გამომიყვანეთ მებრძოლი წინ და გამოდის ვიღაცა პატარა ბიჭუნა. ეს კაცი ლოგიკურად მსჯელობს. ჯოხით რომ მოდიხარ, ხედავ ამ ხელახმალი მიჭირავს. შეერაღებული ვარ კბილებამდე. გამოცდილება მაქვს მთელ თქვენ არმიას რო არა აქვს, ისრაელის არმიას ისეთი გამოცდილება მაქვს ბრძოლის. და ჯოხით მოდიხარ ჩემთან. ის ლოგიკურად მსჯელობდა. ძალიან ნორმალური იყო მართლა და სხვათა შორის უნდა გაამართლო კიდეც მისი ლოგიკური მსჯელობა. დავით, ესეთი პატარა ბიჭი. არც უბრძოლია არასდროს დავითს. ჯარისკაციც არ იყო. თავის ძმებს ჯარში მოუტანა ყველი და საჭმელი. მამამისმა გამოატანა ძმებს უწყად საჭმელი მიუტანა. მეომარიც არ არის. და ამ სურათს როცა უყურებ და ბევრჯერ მოგვისმენია ეს მაგალითი დავითსა და გოლიათზე. დავითს მესამე რაღაცა ქონდა. სულში ისმენდა ღმერთის ხმას. გოლიათი ეუბნება, ძაღლი ხო არა ვარ ჩემს წინააღმდეგ მოდიხარ ასე. და დავითი ეუბნება, ძაღლზე უარესია. ვინ ცოცხალ ღმერთს შეურაცხყოფს. შენ მოდიხარო ჯავშნით, გამოცდილებით, მახვილით. მე კი ჩემი ღმერთის სახელით მოვდივარ. ვისაც ვიცნობ, ვისაც უსმენ, ვისთანაც ერთი ვარ. მე ის მელაპარაკება ეხლა და ვაი შესაძოდაო. ის 23 ფსალმუნი აქვს ღმერთი ძლიერი ომში. ღმერთს არასოდეს არც სულიერში, არც პრაქტიკულში, არ წაუგია ბრძოლა. მაგრამ უსმენ თუ არა მას და ემორჩილები თუ არა და აკეთებ თუ არა ისე, როგორც ის ლაპარაკობს ხშირად ჩვენ ცხოვრებაში. მე ჩემს ცხოვრებაში თუ რაიმესთვის, როგორც დავითზე თქვი, დავითი როცა 50 ფსალმუნი, ყველა მიცის რომ დავითის მონანიების ფსალმუნია. კაცი რომელიც 22 ფსალმუნს დაწერს, 50 ფსალმუნი უკვე თითქოს და ღმერთო როგორ გამოხდა მის ცხოვრებაში. 22 ფსალმუნის მე 90 ფსალმუნი, 50 ფსალმუნი როგორ გადადგა. უფალე ჩემი წემსია. 22 ფსალმუნი. არაფერი არ მომაკლდება და 22 ფსალმუნს რო კითხულობ, იტყვი ეს ადამიანი ღმერთს იცნობს და ღმერთთან ერთად მოძრაობს. მაგრამ 50 ფსალმუნში ამბობს, შენ მხოლოდ შენ არ შემოგწოდე და ვერაგობა ჩავიდინე შენს ფოლში. მართალი ხარ ღმერთო ყველა შენს გზებში და უხსნის ღმერთო და ბოლოს ეუბნება, ერთ რაღაცას გთხოვ ღმერთო, აგერ მეფე ვარ, ცოლებიც მყავს, სიმდიდრეც მაქვს, ყველაფერი მომეც, ყველაფერი მაქვს.
წაიღე ღმერთო ყველაფერი როგორც ცხვართან რო ვიყავი შენ იყავი ჩემთან და ცხვარს წემსავდი ცხრის მწყემსვა და ღმერთი ჯობია ტახტზე ჯდომას და უღმრთოობას და დავითი ეუბნება შენ წმინდა სულს ნუ წაიღებ ჩემგან ყველაფერი წაიღე ცოლები სიმდიდრე სამეფო ყველაფერს უარს ვამბობ ღმერთო ყველაფერი ჩემი ცხოვრებიდან არაფერი არ დამრჩეს არც მინდა და არც რაიმედ მივიჩნევ ერთ რაღაცას გთხოვ უფალო შენ წმინდა სულს რომელიც მელაპარაკება მასწავლის რომელიც მკარნახობს მე რა დროს რა უნდა გავაკეთო და რა დროს რა არ უნდა გავაკეთო ეს არ წაიღო ჩემი ცხოვრებიდან ეს დამიტოვე ღმერთო მე ყველანაირად ხის ქვეშ რო იჯდე ქვაზე იქაც უბედნიერესი იქნები თუკი უფალი არის მოლაპარაკება შენთან მაგრამ არსებობს დღეს მე მინდა ვილაპარაკო ხარვეზები და ეშმაკი იმისათვის არის მოჩენილი ჩვენ ცხოვრებაში რომ ფასი დავადოთ ღმერთის ხმის მოსმენას თუ ის დაკარგი ყველაფერს კარგავ რაც კი მიღწეულია და თუ ის გაქვს ყველაფერს გემო და აზრი და სიკეთი აქვს როცა გესმის ყოველთვის ღმერთის ხმა ბიბლია ჩვენ არაფერს არ გვაყვედრის არაფერს არ გვამადლის ბიბლია გვეუბნება მოინანიე რა სადაც აღარ მოусმინე ღმერთს სადაც აღარ იყავი უფლის მიმართ მგრძნობიარე და აღარ გააკეთე ისე როგორც ის გეუბნებოდა და ხშირად ჩვენი ისევ ინტელექტუალური ცოდნა რაღაც მინდა რომ ღმერთს დავეკითხო ან დავემორჩილო მე ვიცი და გავაკეთებ ისე როგორც ვიცი და ღმერთს ყველაზე მეტად შეურაცხყოფს ის რომ შენი ცოდნით გაკეთებული წაგების გზა არის ხოლო ისე გაკეთება როგორც ღმერთი კარნახობს იმ დროში და იმ სიტუაციაში ის არის გზა მოგების და წინსვლის და წარმატების ერთხელ დავითი როცა უკვე მეფე იყო ფილისტიმელებთან გადიოდა საბრძოლველად ჯარი ყავს მაგრამ ტერი იქ არის მაგრამ არ გავიდა საბრძოლველად რატომ ბრძოლაც იცის უკვე ჯარი ყავს უკვე მეფეა გავიდა და ეკითხება უფალო გავიდა საბრძოლველად ფილისტიმელებთან უფალმა უთხრა გადი და დაამარცხებ გავიდა და დაამარცხა მართლა ფილისტიმელები რო გაიქცნენ და გაიფანდნენ და ასე შემდეგ მერე შეიკრიბნენ ისევ და ისევ წამოვიდნენ დავითთან საბრძოლოდ ხო გითხრა გუშინ გადი და იბრძოლო არა დავითმა ის სიტყვა კი არ გამოიყენა ღმერთმა რა უთხრა მაშინ ხლა გავიდე ღმერთთან საბრძოლველად ფილისტიმელებთან თუ არა თითქოს შემაწუხებელია ყოველთვის ღმერთს რატო ეკითხები ხო გითხრა რომ გადი ღმერთი ეუბნა არ გახვიდე დავით ეხლა საბრძოლველად ეხლა აიქიდან მოუარე და ასწავლე სტრატეგიას წადი აიქიდან ხეების უკან ნაძვების უკან იქ მოუარე და იქიდან დაესხი თავს და მოგცევ გამარჯვებას მისმინეთ რატო ვკითხულობ დავითის ცხოვრებაში რომ წვრილმანებს ეკითხებოდა რომელ დროს როგორ უნდა ემოქმედა დავითს იცით რატომ ამას რო ვკითხულობ ჩვენ ერთ რაღაცას ხვდებით რომ არ შეგიძლია მე ვიცი და წახო გააკეთებ რა თქმა უნდა იცის პიროვნება ყველაფერი იცის როგორ უნდა მოიქცეს და რა ერთად მოგზმარა ბოლოს შედეგი ლაპარაკობს ხოლმე იმაზე რომ არ სწოდნია თურმე არ სწოდნია ერთ პიროვნებას ბევრი გაიხსენებთ ახლა მე და ლეილა ვიჯექით და ველაპარაკებოდით იცი შენ როგორ უნდა გააკეთო ეს საქმე სტუმართმა სპინძლობა რომ ჩამოვალთ რუსთავიდან ამდენი ვიცი პასტორ ვიცი ლეილა მეუბნა მოგეხმარები ყველანაირად დაგიდგები გვერდში რაღაც გამოცდილება მაქვს რიცხვებზეც მაქვს გამოცდილება ვიცი და ბოლოს ისე წამოვედით იქიდან ყველა მიხვდა რომ არაფერი არ იცოდა საშინელება არის როცა შენ იცი რაღაცა მაგრამ ის ცოდნა საერთოდ იმ სიტუაციას არ ადგება რომელ სიტუაციაც ახლიდან დაგიდგება წინ ამიტომ უნდა დაეკითხო უფალს და ხშირად დაკითხება ერთია და გესმის თუ არა რომ უფალი გელაპარაკება იმ დაკითხებაზე თუ არ გესმის მე მინდა დღეს ვილაპარაკო იმის შესახებ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ღმერთის ხმის მოსმენას ჩვენს აი ამ წელშიც და შემდეგ წელშიც ზოგს ახალი წლის იმედი აქვს მინდა იმედი გაგიცრუო რომ ახალ წელს არაფერი არ მოაქვს
ღმერთის ხმის მოსმენას მოაქვს ნაყოფები და მე ვილაპარაკებ ამის შესახებ, როცა ისმე ღმერთის ხმას და უჯერებ და გააკეთებ ისე როგორც ღმერთმა გითხრა. იქნება შენ ცხოვრებაში ყველა ის სიკეთეები, რომელიც ჩამოთვლილია წმინდა წერილში. ახალი წლის იმედი აქვს ზოგს, აი ახალი წელი, ახალ წელს მე მინდა რომ კერპად არავინ არ აქცევდეს, იმიტომ რომ ღმერთს ზულს კერპები. ახალ წელს არაფერი არ მოაქვს. ახალი წელი არანაირი აღთქმებით არ არის დატვირთული. ღმერთი არ ამბობს, რომ აი ახალ წლებში შენ ახალი სიკეთეები გელოდება, მაგრამ ღმერთი ამბობს, რომ თუ ჩემი ცხვარი ხარ და ჩემ ხმას ისმენ და მე გამომყვები, შენ ნახავ იმ სიკეთეებს, რასაც მე ძველ წელშიც გავაკეთებ, ახალ წელშიც და მიმდინარეშიც და შემდეგ წლებშიც და რწმენიდან რწმენაში და დიდებიდან დიდებაში გადაგიყვანს უფალი. ამიტომ მოდით, რასაც დღეს ვაკეთებთ ერთს, ეს არის უსმინე უფალს და გაიგონე მისი ხმა. ერთი ადგილი, რომელსაც ხშირად ვკითხულობთ ხოლმე ჩვენ, ეს არის 106 ფსალმუნის მე-20 მუხლი. 106 ფსალმუნი მე-20 მუხლი ამბობს, რომ როცა დიდი სირთულის წინ იდგა ისრაელი, ღმერთი არ ჩამოვიდა ციდან და მათ არ გადაუწყვიტა ის პრობლემა, რომელი პრობლემის წინაც იდგნენ, მაგრამ ნახეთ როგორ გადაწყვიტა ღმერთმა ის პრობლემა მათ ცხოვრებაში. მოულინა სიტყვა თავისი და განკურნა ისინი მოსპობისაგანო. ღმერთი როცა შენს დასახმარებლად მოდის, მოაქვს სიტყვა და სიტყვა ზოგჯერ აზრის სახით შედის შენში. პიროვნებამ უნდა ისწავლოს ღმერთის ხმის გაგონება, რომ უფალი მელაპარაკება. იცით რომ უფალი ჩემნაირად არ დაგელაპარაკება. უფალი ასე არ ლაპარაკობს, როგორც ხვით ჩალაპარაკობს ახლა. უფალი ლაპარაკობს სხვადასხვა მხრიდან. მე ორჯერ სინდის ვის დალაპარაკებია აქ. მე მგონი ყველას, ხო? და ისე გელაპარაკება, როგორც მე გელაპარაკები, ის გრძნობით გაგრძნობინებს და შენ თარგმნით ხვდები. იმ გრძნობით, რომ რაღაცა დააშავე. ამ პირიქით გაბედულება გააქვს უფრო მეტად და სინდისი არ გდებს მსჯავრს. აქედან ხვდები, რომ თუ სინდისი არ გდებს მსჯავრს, გაბედულება გვაქვს უფალთან. 1 იოანეს მე-3 თავის 20-21 მუხლები ამბობს, რომ თუ ჩვენი გული გვდებს მსჯავრს, ღმერთი ხო ჩვენს გულზე დიდია, თუ სინდისი გასამართლებს, სინდისი არის ღმერთის წარმომადგენელი შენში. და თუ სინდისი გასამართლებს, ღმერთი ხო ჩვენს გულზე დიდიაო და შენ სინდისი დიდია და ყველაფერი იცის და ნუ აქედან გელაპარაკება ღმერთი სინდისიდან და სინდის თუ არ უსმენ, აღარ უსმენ შენ ღმერთს, რომელმაც ის სინდისი შენში და ჩემში ჩადო. ამიტომ ღმერთის ხმის მოსმენა არსებითად მნიშვნელოვანია, რომ გაიგო და წინასწარვე ემზადებოდა ღმერთო. მე ამ წელსვე, აი ამ წუთიდან დავიწყებ შენი ხმის მოსმენას და იმის გაკეთებას, რასაც შენ მე მეტყვი. რასაც შენ მე მეტყვი ღმერთო. ღვთისმოსაობაში ვარჯიშე, ისმენეთ. 1 ტიმოთეს მე-4 თავის 7 მუხლები ამბობს. ტიმოთე, პავლე მოციქული თავის მოწაფეს, ახალგაზრდა ბიჭს ეუბნა ტიმოთე, ღვთისმოსაობაში ვარჯიშე ტიმოთე. რა ღვთისმოსაობა? გაიგონე გააკეთე, გაიგონე გააკეთე, გაიგე გააკეთე. თუ კი იგებ და აკეთებ, თუ იგებ და აკეთებ, შენ ვარჯიშობ და როცა დაგიდგება საჭიროება, გაიგებ და გააკეთებ კიდეც. ბევრს უნდა რომ გაიგოს ღმერთის ხმა და აღარ ესმის და რატომ? იმიტომ რომ ღმერთს თავის დროზე არ უსმენდა ადამიანი და ღმერთი შეიძლება აღარ დაგელაპარაკოს. მე ვგრძნობ და ყველა საშინელი გრძნობა. თუ რაიმე შეიძლება ადამიანს დაემართოს, ეს არის გინდა რომ დაგელაპარაკოს და არ გელაპარაკება. ამაზე კატასტროფული დედამიწაზე განცდა არ არსებობს. გინდა რომ ღმერთი დაგელაპარაკოს, გაქვს საჭიროება, რომ ღმერთმა მოგცეს სიტყვა იქ და იმ დროს და არ გესმის ხმა. ისაია წინასწარმეტყველის 58 თავში წერია, თუ გააკეთებო ყველაფერს ისე როგორც მე გითხარი, მარხვაზე არის იქ ლაპარაკი. თუ დაიცაო შაბათ დღეს და წმინდად იცხოვრებ და როგორც ჩვენ დღეს კვირა დღეს ეკლესიაში ვართ, დაუძახებო და გეტყვის აქა ვარ. ღმერთი ლაპარაკობს თავის სიახლოვეზე შენთან. როცა შენ ისე იმარხულებ და ისე ილოცებ ღვთის წინაშე და ისე ივლი, დაუძახებო და გეტყვის აქა ვარ. ამას დიდი ბედნიერება არ არსებობს.
როცა ღმერთი გეუბნა, მე აქ ვარ. მით უმეტეს ჩვენ ცხოვრობთ ახალი აღთქმა უკეთეს პირობებზეა გამყარებული. შენ წამსვა შეგიძლია მოინანია. მიხვიდე წყალობის ტახტთან გაბედულად და თქვა ვინანიებ ღმერთო. ზოგჯერ იესო ქრისტემ თქვა ერთხელ თუ მე ღმერთის თითით უდევნი ეშმაკებს, მაშინ მოსულა თქვენთან ღმერთს ღვთისმსახურებელი. ღმერთის თითი მიმთითებელია, სად არ მოусმინეთ, სად ვიჯიუტეთ, სად ჭკვიანები აღმოჩნდით ძალიან და არ გავაკეთეთ ისე როგორც მან გითხრა. იცით ზოგჯერ ღმერთს უნდა რომ ჩვენ უპირობო მორჩილება გქონდეს მის მიმართ რომ მან გააგრძელოს ჩვენთან საუბარი. რა უპირობო მორჩილება? აი მაგალითად ღმერთი გეუბნა რომ გააკეთე ეს რაღაცა, სიკეთე. პირველი რაც შენ ცხოვრებაში დაიწყება ეს არის. რო გავაკეთო, მე როგორ, მე რო თქვას, მე რო არ თქვას, მე რა ვქნა, რომ ეს ცით ერთხელ ესეთი რაღაც თქვი ღმერთო. რაღაცა მანიშნა ღმერთმა რომ ის უნდა გამეკეთებინა. თქვი ღმერთო ეს რო გავაკეთო, მე როგორ იქნება და შენ ეხლა არ აკეთებ ჯერ რაღაცას და მერეზე მეკითხები, მე როგორ იქნება. ეხლა გააკეთე ჯერ ის და მერეზე მე ვილაპარაკოთ. არის საიდუმლოებანი ღმერთთან ერთად ცხოვრება სიარულში. გააკეთე ახლა ესე როგორც და უამრავჯერ 1 კორინთელთა 3:18-ში წერია უნდა გაუგუნურდე რომ დაბრძენდე. ისე არ გაუგუნურება, არ მესმის, მაგრამ ვაკეთებ. ამას ინტელექტუალური გონება შუბლში რო იარაღი დაადო შუბლზე რო იარაღი დაადო არ გააკეთებს ამას. მაგრამ სულიერი გონება მიცის რომ მე უფრო მაღლა ვდგევარ. და ინტელექტუალური გონებას მაგას ნორმალური ადამიანი არ აკეთებს. მე არანორმალური ვარ. მე იმ ნორმებში არ მინდა ჩავჯდე, რომელ ნორმებსაც ეს ქვეყნიერება იცავს. და ადამიანები ცხოვრობენ ნორმებით. ამ ნორმით იმ ნორმით და ბოლოს ხვდებიან რომ ღმერთისაგან ძალიან შორს არიან. ღმერთს უნდა რომ შენ არანორმალური იყო. ზემოთ უნდა იყო იმ ყველა ნორმებზე, რომელი ნორმებიც ამ ქვეყანაზე ადამიანებმა დაადგინეს. და როცა არანორმალურად გაუგუნურდე რომ დაბრძენდე, მისმინეთ. ჩვენ თითქოს ყველაფერი ვიცით, მაგრამ შესაძლოა ვინმემ რაიმე შესაძირავზე იცის, შესაძირავი უდიდესი საიდუმლოება რო იცოდეთ. და ჩიმილაპარაკა ხუჩა მილაპარაკა შესაძირავი ღმერთთან პირად ურთიერთობასთან დამოკიდებულებაა. ქრისტე უყურებდა ვინ როგორ დებდა. მან გულის მდგომარეობა იცის. იცის ადამიანი მთესველია თუ არა და ძალიან დიდი ხაზები გადის ამ საიდუმლო ურთიერთობაში. პიროვნება შეუძლია წავიდეს, დახარჯოს საკუთარ ხორცს, ვინც ხორცისათვის თესავს, ასობით და ათასობით დახარჯავს. ხორცისაგან მოიმკის გახსნასო და თვალთმაქცობით 5 ლარიანს ჩავაგდებ შესაძირავში. და არავინ არავის არ ედავება. არც ეს საიდუმლოება ღმერთსა და ადამიანს შორის, მაგრამ პიროვნება ხო იცის რომ უფლის საქმეში ის პიროვნება არ არის ის ბიბლია პირდაპირ გვეუბნება აბრაამს უთხრა აბრაამ სულ არ მინდა როლების თამაში აბრაამ დაბადების 17-1 აბრაამს ეუბნა ღმერთი ამენ აბრაამ ჩემი სახის წინ იარე მეტი არაფერი არ გჭირდება იარე ჩემი სახის წინ და წრფელი იყავია წრფელი იყავი რა შენ თავთან და ჩემთან იყავ წრფელი გენანება თქვი მენანება რაღაცა ესეა ისე ჯერ ჩემ თავს ვერ მოვერიე ეგოისტი ვარ რა ვიცი ათას ჯობია რომ საკუთარი რაღაციდან ტყავიდან გამოძროს ადამიანი ძველი კაცი გაიძროს და ახლით შეიმოსოს ვიდრე როლები ითამაშოს ვინმესთან და რამესთან ამიტომ ჩვენ გუმართებს ჩვენი ცხოვრება ნორმებიდან ნორმალური ადამიანი ასეთია ითვალთ მაქცევს და ყველა დაინახავს რომ მე ესეთი ღვთისმოსავია როცა ამ შენობას ვაშენებდით მინდა რომ ისტორია იცოდეთ მერიაში არის ერთი პიროვნება ეს სახელს და გვარს არ ვიტყვი მაგრამ ის თანამდებობაზეა და მე ხშირად მიხდებოდა მასთან შესვლა და მე ვგონი ეს დაცარში ცხოვრობს ჩვენთან წნარა დაცარში ცხოვრობს ეგ ისეთ ღვთისმოშიშია ეგ ისეთია რომ მეც გამიხარდა მეთქი ღვთისმოშიში ადამიანი ჩემთვის პატივდებული ადამიანია ღმერთისთვის არის ასე ბიბლია ამს რომ ყველა ღვთისმოშიში მოსაწონია მისთვის
რომელ ერშიც არ უნდა იყოს ეს. მაგრამ საქმეში რომ შევედით და უკვე გვინდოდა რომ გაგვეკეთებინა, რასაც ვაკეთებდით. ერთ-ერთმა პიროვნებამ გაგვიკეთა საბუთები და სამ პაპკა თავაწყეთ. ამ საბუთებს ესე ბევრი ქაღალდი იყო იქ, მე არ ვიცი, იქიდან ბევრი საბუთები იყო. და ამ საბუთებს რომ მოუყარეთ, თავი გავაკეთეთ 3 ეგზემპლიარად, მე ის დაიხვრიტა და თავისებური კბილებით რო იკეტება ასეთი პაპკა იყო და ამ პაპკაში ჩავალაგეთ, რომ სულ ყველაფერი რაც მოთხოვნილი იყო 15-25 საბუთი, სულ 25 საბუთი თავის ადგილზე იყო. ჩავაბარეთ, ჩაიბარეს, კი. მე თქვა რატომ არ აწერთ ხელს ბატონო? უკვე ყველაფერი მოვიტანეთ, რაც გითხარით. მირეკავს და მეუბნა, ბატონო გიორგი, მე გიორგი ვარ. საბუთებით. ბატონო გიორგი მობძანდით და ნახეთ რომ როგორ მოვაწერო ხელი ამას მეუბნეო. შეხედეთ. საბუთები აკლია და ქაღალდი. აი ამას როგორ მოვაწერო ხელი? და მეთქარი, რო ჩავაბარე არაფერი არ აქვს და ერთი წუთი გახსენეთ მეთქი და ნახოთ, ყველა საბუთი 1000 ჯერ გადამოწმებული იყო რომ მიზეზი არ ყოფილიყო. გავხსენით. ჩემ თვალწინთან გაიხსნას და ამოხეული ფურცლების გვერდითა ნაწილები ჯერ ისინი არ გამოუცლიათ. ანუ ესენი რო ამოხიეს იქ რჩება გვერდითა პატარა ესენი. და მე ვეუბნები. არ ამბობს სახელს და გვარს. თქვენზე ამბობენ მეოთხე თქვენ ტაძარში ცხოვრობთ. გაქვთ ძალიან ღვთისმოშო. ეს მეოთხე. აი ეს საწინააღმდეგოს ლაპარაკობს იმისას, რომ თქვენ ღვთისწინაშე ღვთისმოშოებით ცხოვრობთ. ეს მეოთხე რა არის? ეს ჩვენ მე არ გამიკეთებ. ჩემს მნიშვნელობა არ აქვს, შენ გააკეთე სხვის ხელით გააკეთე, შენ კარგად იცი, რომ ამას აკეთებთ, რომ ჩვენ წინააღმდეგობა გაგვიწიოთ. მაგრამ ერთი რაღაც მინდა გითხრათ. არ არისო ფურცლები ბატონო გიორგი და მე არ ვიცი დაუძახა იქ ვიღაცამ დივას. მოდი აბა თქვენ ხო მე წაიღო. უი ჩვენ არც კი გვინახავს ეს. ეთქობა ჩვენ ამოხეული მივიტანეთ რა. ეგეთი ჩავაბარეთ. მაგრამ რო არიციან სად დაიბნენ და როგორ არ დამავიწყდება ეს დღე. თემური მანქანა მთხოვა, ჩემი მანქანა გამიცვალეო და ჩემი მანქანას დაგიტოვოთ, მე მინივენი მყავდა და სადღაც მიდიოდა და შენი მინივენი მომეცა დამიტოვა თავისი BMW. მე ძალიან დიდი ისარა ვარ ახლა ლიხაჩი ვარ. ამ BMW-ით დავდიოდი ის დღეები ქალაქში და მისმენად ყურადღებით. ამ საბუთებს რო ვამზადებდით, სულიწმინდა მელაპარაკება, გააკეთე ასლები. მეთქი ვაბარებთ უკვე მორჩით ყველაფერს და რა თქმა ასლები. რაში უნდა გამომადგეს? ეს პიროვნება მეუბნება. რომ იყოსო საბუთები, ეხლა მოვაწერდი ხელსო. და სულიწმინდამ რაც მითხრა მე სანამ მივიტანდი, მე მანამდე წავედი და გავაკეთე ქსერო ასლები და შევინახე ჩვენთან დაბლა რკინის სეიფში. აი ის მახსოვს რომ ის BMW დაოქოკეთ ის სიჩქარით, მერიიდან აქამდე მოსვლას დაჭირდა რამოდენიმე წუთი. ეს საბუთები ავიღე სულ ყველა რაც ქსეროქსზე მქონდა უკვე გადატანილი, მივიტანე, ჩავდეთ ეს ყველაფერი და უკვე აღარ იციან წინააღმდეგობა რის საფუძველზე უნდა გაწიონ. აქ იცით რომ ვაშენებდით. მილიონი მოსმენა იყო საჭირო რომ ჩვენ ეს გაგვეკეთებინა. წინააღმდეგობა გქონდა ყველა მხრიდან. ყველა ფორმით. ფული ჩვენ არ გქონდა. თანხმობა ჩვენ არ გქონდა ამ შენობის აშენების. არაფერი, მაგრამ ერთი რაღაცა. ღმერთი გველაპარაკებოდა. და უსმენთ. და იცი ამაზე სასიამოვნო არაფერი არ არის. როცა ხედავ რეალობაში ერთი პიროვნება მეუბნეოდა პასტორი გერმანიიდან. მოვლენო და მოიყვანენო კომშებს. ეს კომშები რო აქვს ტრაქტორს და დაგინგრევენო ამ ყველაფერს, იმიტომ რომ საბუთი არ გაქვთ. რო ეკითხებოდი ღმერთო რა ვქნათ? გააკეთეთ. თუ ღმერთი გეუბნა წადი მართლაც წავედით, რომ მორჩით მშენებლობას და დავასრულეთ. მოგვივიდა მერიდან თანხმო, დაიწყეთ მშენებლობაო. პარადოქსია და ეს სიტუაცია იმდენად საშინელი სურათი აღმოჩნდა, რომ ჩვენ რომ მივსულიყავით და ჩაბარებაზე მიგვეტანა, იქიდან გვითხრეს რომ თქვენო ჩვენ აი ისინი ტექნიკურობით, ბიუროკრატიის მთელი მანქანის მუშაობით ცდილობდნენ გავეჩერებინეთ, მაგრამ ეხლა რა გავაკეთო ღმერთ, მისმენთ ერთ ლოცვაზე მინდა გავუსო ხაზი. ნელის სახლში რომ ჩამოვედით,
და ვიკრიბებოდით იქ, ეხლა რა გავაკეთო ღმერთო? ეხლა ილოცეთ რომ ხალხი მოვიდეს. ლოცულობთ, ეხლა რა გავაკეთო ღმერთო? ეხლა ეს თემა ილაპარაკე, როცა მოდიან ადამიანები. ეხლა რა გავაკეთო ღმერთო? ეხლა რა ის ეხლა მე როცა დავინახე რომ იქ უკვე შეუძლებელი იყო საკვირაოს 10 ბავშვი და 15 ბავშვი ერთ პატარა ოთახში შეყავდა და ანგრევდა ყველაფერს, აი ეთერის ახსოვს ეს ყველაფერი და ბევრმა იცის, ეხლა რა გავაკეთო ღმერთო? ეხლა რა გავაკეთო? და ღმერთი ეხლა დაიწყეთ რაიმე შენობის ძიება. დავიწყეთ შენობის ძიება. ნახეთ ეს შენობა, აი ეთერი მნახა პირველმა და მე მგონი ქეთინა იყო თუ ვინ იყო არ მახსოვს. ნანა ეკასტა. და ეს შენობა იყო სულ დანგრეული ფრიარად, მაგრამ იმდენად როცა მაჩვენეს მე რომ აი ეს შენობა მოუძებნეთ და პასტორ შერასკო რომ მოვედი გულია გვიფართხავდა რაღაცა ერთ როგორ გავ მაგრამ $15,000 გვინდა. $15,000 ხედით. იმ დროს ეს 2004 წელი უსაშინლესობა იყო, უბრალოდ მინდა გითხრათ რომ რთული პერიოდები იყო ძალიან და ამ პიროვნებასთან როცა მივედით და ველაპარაკე მითხრა, ეხლა ისეთი რთული სიტუაციის წინ დგევა რომ ვინმე $5,000 რომ მომცემდეს ეგრევე გადაუფორმებო. ღმერთო, თან ისეთი პერიოდია რომ რაღაცა ცუდად არის, ან საბუთები არა აქვს კარგად გაკეთებული, ვიღაცის მოტყუება უნდა გადაგდება. ღმერთო, რა გავაკეთოთ და ერთ სიტყვით მე სხვადასხვა მოსმენის გზით იმით გავაკეთე ეს ყველაფერი და 2 საათში შენობა იყო ჩვენი და $4,000 მოგცა. $4,000 ვიყიდეთ ეს შენობა მოსმენის გამო. და 2 საათში უკვე ჩვენზე შენობა იყო სუმთლად დანგრეული და ეხლა რა გავაკეთოთ ღმერთო? ეხლა დაიწყეთ მისი დასუფთავება. და ჩვენ ფული არ გქონდა და ეხლა რა გავაკეთო ღმერთო? ის კაცს მელოდება რომ ფული უნდა მიუტანო. ეხლა რა გავაკეთო? და ჩემთვის ვიფიქრე, მოდი ეს გავიქცევ ერთ სიტყვით სასწაულებრივი გზებით გვატარა ღმერთმა. და ჩვენ შევძელით რომ ეს ყველაფერი გამარჯვებით დასრულებული იყო. მისმინეთ ყურადღებით. შენი გამარჯვება შენ ხელში არ არის. მაგრამ ღმერთი მოგცემს გამარჯვებას ყველა სიტუაციაში თუ კი მოусმენ. არ არსებობს სიტუაცია, აი ლოგიკურად რო იხსნება, აქ ეს არა, ესე არ მოხდება. ექიმები ამბობენ ხშირად. ჩვენ უკვე უძლური ვართ აქ. ანუ ინტელექტუალური გონება, ცოდნა, მედიცინა აქ უძლურია, მაგრამ ყოვლის შემძლე არის ღმერთი. რომელსაც აქვს სიტყვა და თუ ადამიანი მიიღებს სიტყვას, იხსნაო მოსპობისაგან ისინი. და ღმერთს შეუძლია ჩვენი ხსნა, მე პრობლემა მაქვს, შენ პრობლემა არა გაქვს. შენ მოусმენლობა გაქვს, თორე ღმერთი მოგცემდა სიტყვას, როგორც გასაღებს იმ პრობლემიდან გამოსავალს. ტყუილია ჭიდაობა მოусმენლობის გარეშე პრობლემის გადაჭრის. და თუ კი მოისმენ და დაუჯერებ და გააკეთებ ისე როგორც ღმერთი გეუბნება. მაშინ ყველა პრობლემა და ყველა სირთულე იქნება მოგვარებული და დალაგებული. მინდა წავიკითხო ადგილები და ჩემთან ერთად მინდა რომ ეს ყველაფერი ჩაიწეროთ და გქონდეს ყველას არაერთხელ მოსმენილი უკვე. მეორე ჯულის 22 თავი, ყველამ კარგად ვიცდეს. მოსე უკითხავს მეორედ ჯულს და მოსეს კანონს ებრაელ ხალხს, სანამ ისინი ნახტმულ მიწაზე შევიდოდნენ და ნახეთ რა შეეუბნება, თითოეული ჩვენგანისათვის არის ეს გაკვეთილი და დღესაც მეტყველია ეს სიტყვა ყველას მიმართ. მეორე ჯულის 22 თავი სულიწმინდის ხმა ისმის ყველას მიმართ. თუ გაიგონე პირველივე მუხლიდან, თუ გაიგონე უფლის შენი ღმერთის სიტყვას, რომელსაც ღმერთი გეუბნება შენს მდგომარეობაში და დაიცავ და შეასრულებ ყველა ანდერს, როგორც ღმერთი გეუბნება, რომელსაც დღეს გიცხადებს უფალი ქვეყნიერების ყველა ხალხზე მაღლა დაგსვავსო უფალი შენი ღმერთი. გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და გეწევა, როცა გაიგონებ უფლის შენი ღმერთის სიტყვას. კურთხეული მცხარ ქალაქად და კურთხეული მცხარ ველად. კურთხეული მცხარი შენი მოცლის ნაყოფი, შენი საქონლის ნაყოფი, შენი ნახირის მონაშენი და ფარის ნამატი. კურთხეული მცხარი შენი კალათი და შენი ვარცლი. კურთხეული მცხარ შესვლისას და კურთხეული მცხარ გასვლისას. დაამხობს უფალი შენს წინაშე, შეხედეთ,
ღმერთის სიტყვის მოსმენაზეა შენი მტრები შენთან როგორ დამოკიდებულებაში იქნებიან. დაამხობსო უფალი, ღმერთი გააკეთებს ამას, იმიტომ რომ უსმენ და აკეთებ იმას, რასაც ღმერთი გეუბნება. დაამხობს უფალი შენს მტრებს, შენს წინაშე. ერთი გზით წამოვლენო შენსკენ და 7 გზით გაიქცევიან შენგან. რა შემთხვევაში? მოიყვანს უფალი, მოაფენს უფალი, კურთხევას ყველა შენს ბეღლებზე და ყველა ფერზე, რაც შენს ხელს გაუკეთებია და გაკურთხებსო იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი შენი ღმერთი. სადღაცას უცხო ქვეყნებში გადა იმ ქვეყანაში, სადაც ღმერთმა მოგიწოდა და დაგაყენა, იქ გაკურთხებს ღმერთი. დაგვსაუბრსო უფალი წმინდა ერად, როგორც დაფიცებული აქვს შენთვისო. თუ დაიცა უფლის შენი ღმერთის მცნებებს და ივლი მის გზაზეო. დაინახავს ქვეყნის ყველა ხალხი, რომ უფლის სახელია შენზე დარქმეული და შეეშინდებათო შენი. წარმოგიდგენია, რომ ხალხს ეშინია შენი, რომ ღმერთთან გაქვს საქმე. იყო ერთი კაცი, მლოცველი და ინგლისის მეფე ამბობდა, აი ამ კაცის ლოცვების უფრო მეშინიაო, ვიდრე ინგლისის ჯარების. იმიტომ რომ ისეთი ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან, რაც მას და ღმერთ შორის წყდებოდა, ისე იქნებოდა ბედი ქვეყნისა და ერისა და ყველაფრის. გაკურთხებსო უფალი სასიკეთოდ. შენი მუცლის ნაყოფ შვილებს ელაპარაკი. შენი საქონლისაოდ ის ცხოვრება, რაც მიწის ნაყოფი ყველაფერი იმ დროისთვის როგორც იყო აღწერილი, როგორც აღუთქვა შენს მამა-პაპას, ჩვენს მამას და პაპას, აბრაამს, ისააკს და იაკობს, სულიერი მამები არიან ის ჩვენთვის. გაგიხსნისო და გაგიღებს უფალი თავის საუნჯეს, ცას გაგიხსნის, რომ მოგცეს წვიმა და თავის დროზე და აკურთხოს უფალმა ყველაფერი, რაც კი მას აქვს შენთვის აღთქმული. აღარ წავიკითხავ, მე 15 მხრივ თუ არ გაიგონებო და არ უსმენ ღმერთს, რასაც გელაპარაკება და საითაც მიგითითებს. თუ არ გაიგონებ შენი ღმერთის სიტყვას და არ დაიცავ და არ შეასრულებ. გაიგონე შეიძლება გაიგე, მაგრამ ეწინააღმდეგები და წინააღმდეგობაში ხარ ღმერთის ნების შესრულებასთან. მის მცნებებს არ დაიცავ, რომელსაც გიცხადებს დღეს, გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა. წყეული მცხარ ქალაქად და წყეული მცხარ ველად. წყეული მცხარი შენი კალათი და შენი ვარცლი. წყეული მცხოს შენი მუცლის ნაყოფი და ღმერთ, როცა მეორე ჯულის 22 თავს რო წაიკითხავთ, წასაკითხათაც კი რთულია, მაგრამ უნდა წაიკითხო, რა საშინელებები დატრიალდეს შეიძლება მე 15 მუხლიდან, უბრალოდ მე 16-დან 68 მუხლამდე აღწერილია რამხელა პრობლემები შეიძლება მოვიდეს ადამიანის ცხოვრებაში. მისმინეთ. თუ ხედავ რომ ადამიანს რაღაცა პრობლემა აქვს, მაგრამ ვილოცოთ რა, მე უფრო მეტად მაინტერესებს, რაში არ მოусმინა ღმერთს. რა ეწინააღმდეგება უფალს. რა პრობლემა, უამრავი მიზეზი შეიძლება არსებობს და ერთ-ერთი არის, რომ არ უჯერებს ღმერთს. არ უსმენს ღმერთს. იცით, კარგია, როცა ჩვენ ლოცულობთ, რომ ადამიანმა მოინანიოს, მაგრამ ცუდია თუ არც ვეკითხებით, რომ პიროვნება წინააღმდეგობაში მიდის ღმერთთან და ღმერთი ამს თუ გაიგონებ, ჯერთი თუ არ გაიგონებ და თუ გაიგონებ და არ გააკეთებ მაინც გადმოვაო შენზე. იცი, თითქოს ჯებირებია რაღაც და ბუნებრივი კანონები, ეს სულიერი კანონები მოქმედებს. გადმოხეთქავს ეს მოდის შენსკენ. სანამ არ გეწევაო, სანამ არ წამოგეწევაო, სანამ შენზე არ მოქმედებს, უარყოფითად მანამდე არ გაჩერდებაო ის. ერთი შემთხვევა არსებობს, რომ გააჩერო ის. უნდა მოინანიო და დაიწყო აღთქმების განახლება უფალთან და შეპირდე უფალს. წავალ ნინევიაში უფალო. გავაკეთებ იმას, რასაც შენ მეუბნები. როცა ადამიანი ეწინააღმდეგება ღმერთის ნებას, იცით რომ იონა ეწინააღმდეგებოდა, გაიგო ღმერთის ხმა. მიხვდა რომ ღმერთს უნდოდა რომ ნინევიაში წასულიყო და ეკადაგა იქ და ეთქვა რომ მონანიება
დაეწყოთ ნეველოს, მაგრამ არ წავიდა, არ უთხრა და როცა ღმერთის სიტყვას ეწინააღმდეგება, რას ნიშნავს ღმერთის სიტყვის და ღმერთის ნების წინააღმდეგობა? ღმერთის წინააღმდეგობას ნიშნავს. როცა ღმერთს ეწინააღმდეგები, რაღაცა პროტა გასკდა და წამოვა შენსკენ. და გეწევაო, შენ გონია გაექცევი, შენ გონია დაიმალები და მეც მგონია, მაგრამ ყველაზე საშინელი რაც შეიძლება დაემართოს ადამიანს, ეს არის ღმერთთან ურთიერთობის გაფუჭება. პირველი რასაც უნდა მიხვდე, ეხლა ბიბლია ამბობს, ეხლა დღეს საკამოც სკოლთან მე-17 თავის 30-ე მოხლე ამბობს, ეხლა აუწყებს ყველას ყველგან მოინანიონ. ყველას, იცი ვინ არის ყველა? ღმერთი ყველას ელაპარაკება, ყველას აქვს თავისი ჭკვიანობა და ინტელექტუალური გონი, რომელიც წინააღმდეგობას უწევს სულიერ გონებას და ახლა აუწყებს ყველას ყველგან მოინანიონ. გაუფრთხილდი ერთ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას, ჩემი რჩევა და რიგება არის. მე სანამდე ვარ აქ და ისმის ხმა, გაუფრთხილდი ერთ რაღაცას. ინტელექტუალურ გონებას არ მისცე, ანალიზი გაუკეთო სულიერ გონებას. სულიერი გონება ხვალინდელ სიბრძნეზე ლაპარაკობს, როცა ინტელექტუალური გონებისათვის მიუღებელია ეს. პირველი კორინთელთა მეორე თავის 14-15 მოხლები ამს, აი მშვინვიერი ადამიანი არის დუშევნი человек. მშვინვიერი ადამიანი არ ღებულობს იმას, რაც ღმერთის სულისაგან არის. ზოგჯერ ღმერთი გველაპარაკება მარადიულ თემებზე, როცა ინტელექტუალური და მშვინვიერება და ChatGPT და მე არ ვიცი დღევანდელი სოციალური ქსელები გველაპარაკება ნორმებზე, როცა ღმერთი ზე ნორმებზე გვეუბნება და არანორმალურ სიმაღლეებზე. ამიტომ როცა ეს ორი გონი ერთმანეთთან ვერ თავსდება, ჭკვიანი და ლოგიკურად მოაზროვნე კი არ, როგორც აღარ თქვი, უნდა გაუგუნურდე რომ დაგძენდე. მაშინ გაიგონებ და თქვი ღმერთო, მე შენ გისმენ. ინტელექტუალური გონი გეუბნა, მე გეუბნები გასაგებ ენაზე. მე გიხსნი და ხშირად ადამიანებს ატყუებენ, რომ რაც უფრო გასაგებია, ალბათ უფრო ჭეშმარიტია. რაც გაუგებარია, ალბათ უფრო ტყუილთან შეიძლება იყოს ახლოს. მაგრამ ბიბლია ამბობს, შეიძლება გაუგებარია პეტრე შენთვის, რასაც ვაკეთებ ახლა. პეტრე, ფეხები უნდა დაგბანო ახლა. პეტრემ თრარასაც არ დამბან ფეხებს, იმიტომ რომ ინტელექტუალური გონებისთვის და მშვინვიერი ადამიანისთვის მიუღებელია ქრისტემ დაბანოს ფეხები. მაგრამ პეტრეს ეუბნება, პეტრე, რა მოუხერხო აი ამ თქვენ ცოდნასა და ლოგიკას. აი ამ ცოდნას, რომელსაც წინააღმდეგობა შეუძლია გაუწიოს ისე, რომ ღმერთს აღარც კი მოусმინო. მაგრამ სულიერი ადამიანი აღთქმაში შედის ღმერთთან და ეუბნება, არ მესმის, მაგრამ ყოველთვის დაგემორჩილები ღმერთთან. არ მესმის. აბრაამზე წერია და მე ამ აბრაამს მიუბაძე და ასე გავაკეთე. ებრაელთა 11 თავის მეორე მოხელიდან იწყება, ისე წაყვაო აბრაამი ღმერთს, არ იცოდა სად მიდიოდა. ერთი როდის ვინმე შეხვდი და უთხრა სად მიდიხარ და გეტყვის არ ვიციო. იცი ცოტა დაუშვინა ვიტყვით ხო ამ ადამიანმა, რომ არ ვიცი აბრაამი ღმერთის კაცია და ღმერთმა თქვა რომ მე აბრაამის ღმერთი ვარ. მაგრამ არ იცოდაო სად მიდიოდა. წამოვიდა თავის ქვეყანა დატოვა. წარმოგიდგენიათ იმ დროინდელი ცივილიზაცია დატოვა როგორც დღევანდელი ამერიკა. და ღმერთმა თქვა გამოდი მამა შენი სახლიდან, გამოდი მაგ ქალაქიდან, გამოდი მაგ ოჯახიდან, გამოდი და პირველი რაც ერთვება ლოგიკურად მინდა ვიცოდე რა იქნება მერე. ანუ წინასწარ უნდა დავინახო მთელი სურათი. ღმერთი გეუბნა, მე კიდევ სურათის დანახვებას არ ვაპირებ. რწმენით დავდივართ და არა ხელვით. მეორე კორინთელთა 5:7. ამიტომ ღმერთი რომ გვეუბნება დღეს ისეთ რაღაცას გააკეთეს. ჩვენთვის ეს მშვინვერი გონება, ხელის შეფშე, ამას არავინ არ აკეთებს. არავინ არ ტოვებდა იმ ქალაქს, პირიქით იქით გარბოდა ყველა. გამოდი აბრაამ მამა შენი სახლიდან და წამოვიდა, დაემორჩილა ღმერთის ხმასთან ებას და მიდიოდა და არ იცოდა სად მიდიოდა. ამას ქვია მინდობა ღმერთზე. ვინც უთხრა წამოდიო, იმან იცოდა სად მიყავდა.
და მეორე თავის შვილს როცა სწირავდა ღმერთს არავინ არ სწირავს თავის შვილს. მაგრამ აბრაამს უთხრა შემომწირე შენი შვილი. და ჩვენ ხედავთ რომ ეს არანაირ აგიფეთქდება შვინვიერი გონება და გეტყვის ამას არავინ არ აკეთებს დედამიწის ზურგზე. ჯერ არავის არ გაუკეთებია. რომ თავისი შვილი 25 წელი ელოდებოდა რომ ყოლოდა, ძლივს ეყოლა და ეხლა მიიყავს რომ უნდა შესწიროს. ამას არავინ არ აკეთებს. და ზოგჯერ ღმერთი ისეთ რაღაცას გვეუბნება. შეგიძლია გააკეთო ის, რასაც არავინ არ აკეთებს. და ჩვენ უნდა ვიყოთ მომსმენი და იმის გამკეთებელი, რასაც ღმერთი გვეუბნება, რომ ღმერთთან ურთიერთობა განვიახლოთ და აღვიდგინოთ. მინდა ადგილები წავიკითხო, ვისმინეთ ყურადღებით ახლა იობის წიგნიდან მე-14 თავი, უпросто 33 თავი იობის წიგნის, ძალიან საინტერესო რამ არის ღმერთის ხმის მოსმენაზე იობის მიერ აღწერილი. იობის წიგნი 33 თავი. კითხულობ ზუსტად ნახო ის ადგილები, რომელსაც ვამზადებდი გუშინ. ეს არის იობის 33-ის სხვადასხვა ადგილებში სხვა თარგმნებია და მუხლებიც. მე-14 და მე-15 მუხლებში. ღმერთი ხომ ასე ლაპარაკობსო და ისეც ვერავინ მიუხვდებაო. სხვა თარგმანში წერია, ერთხელ იტყვისო უფალი, ორჯერ იტყვის კიდე რუსულ თარგმანში წერია. აკაცისია? ვინაიდან ამ თარგმანში არ არის და არ ვიცი, ძალიან აცელელია ხოლმე ერთმანეთს. ვინაიდან ერთხელ იტყვის ღმერთი და ორჯერ ცხოვრებაში გელაპარაკება, სულში აქვს სათქმელი, მაგრამ ჩვენ ძალიან ვართ ჩვენი ტვინიკოსობით დაკავებულები, მაგრამ ვერავინ ამჩნევსო და მე წერია მე-15 მუხლში. სიზმარში, მოდი ეს თარგმანი ვნახოთ ისევ. სიზმარში ღამის ხილვაში, როცა სარეცელზე თვლემს კაცი და ძილქუში ეცემაო, მაშინ მოდის ღმერთი და ადამიანში იწყებს თავის მუშაობას. ღმერთს უნდა ძალიან, რომ ჩვენ ყურადღებით ვიყოთ დღის განმავლობაშიც. ზოგჯერ მისმინეთ ახლა რაღაცას ვიტყვი. იმისათვის რომ ღმერთმა რაღაც გაგაგებინოს, ჯერ ნიადაგს ამზადებს ზოგჯერ. და ნიადაგის მომზადებისთვის ხიზლად უნდა იყვე. რაღაცაზე შეგახედებს, რაღაცაზე დაგაფიქრებს, რაღაცას სიტუაციაში მოგახვედრებს იმისათვის რომ მე ბოლოს ეს რაღაცა გახდეს შენთვის გასაგები. თუ არ და ვერ მიხვდები რა გითხრა, თუ არ და ვერ მიხვდები რისკენ და საით უნდა წაგიყვანოს ღმერთმა. ისმენეთ, ძალიან ბევრჯერ ღმერთი დამელაპარაკა და ვერ გავიგე. განა ვერ გავიგე რა მითხრა, რა უნდა ის ვერ გავიგე. და ძალიან რთული არის, ისევ დგეხარ და ეკითხები ღმერთო, ვერ გავიგე და ბევრი რაღაცა ჩვენ ცხოვრებაში არის დაფარული. ღმერთს უნდა რომ ზოგჯერ გავიგოთ და დავეკითხოთ, ზოგჯერ წმენით უნდა მივყვეთ მას. და იმახსოვრეთ მეორეს ჯულის 29-29 წერია დაფარული უფალს ჩვენს ღმერთს ეკუთვნის. რასაც ვერ გებულობთ ის ღმერთთან რჩება საიდუმლოებაში. რაღაც პროცესები მიდის ჩემ ცხოვრებაში დაფარული უფალს ჩვენს ღმერთს ეკუთვნის. გაცხადებული ჩვენ და ჩვენ შვილებს უკუნთი-უკუნისამდე. მე ბევრი შეკითხვა მაქვს სხვადასხვა სფეროებზე ჩემი ცხოვრების. ჩემზე, ჩემ შვილებზე, შვილიშვილებზე, სამომავლო გეგმებზე, საქმიანობაზე, მაგრამ არ ვიცი. ღმერთმა ყველაფერი იცის, ჯერ არ დაწყებული რო არის, მისთვის უკვე დამთავრებულია ეს. მაგრამ ღმერთთან თუ ახლა ურთიერთობაში ვიქნებით და ვინც ახლა ურთიერთობაში დადის ღმერთთან, მისმენეთ ყურადღებით. ამოსის 3:7-ში წერია. ამოსის 3:7-ში. არაფრის ქმნას არ აპირებს უფალი დედამიწაზე, სანამ თავის ჭურჭლებს არ გაუნცხადებს იმას, რაც უნდა რომ გააკეთოს. ანუ შენ ღმერთთან ურთიერთობაში
თვითონ ღმერთი გელაპარაკება ღრმასა და დაფარულს. ის რაც ყველასათვის დაფარულია, შენთვის ხდება გასაგები, იმიტომ რომ არაფრის ქმნას არ აპირებს უფალი. სანამ თავის წინასწარმეტყველებს, თავის ჭურჭლებს, თავის მსახურებს არ განუცხადებს. ამიტომ იყავი იდუმალი ღმერთთან მოსიარულე ჭურჭელი. ღმერთი არავის არ უთანხმდება, ვისთან როგორი ურთიერთობა უნდა ააშენოს. ამიტომ როცა იდუმალებაში დადიხარ ღმერთთან, ღმერთს შეუძლია ისეთ რაღაცებზეც გაქცეს პასუხი, რაზეც მთელ მსოფლიოს აქვს შეკითხვა. ერთ რაღაცას ვიტყვი, გამაფრთხილებელი ჩვენ ვართ ცნობის მოყვარე ხალხი. და ზოგჯერ ისეთი რაღაცები გვინდა ვიცოდეთ, რაც ღმერთს არ უნდა რომ ვიცოდეთ. და სულ შეკითხებს ღმერთ, ბოდიში ძალიან ცუდი სიტყვა ვიხმარო, ხა თუცკი ძაღლებით. და რა კი ღმერთთან ვართ, ღმერთ მითხარ, ღმერთ ესეც მინდა ვიცოდო. ღმერთს ყველაზე მეტად რაც სიამოვნებს ეს არის მინდობილი რწმენით მიყოლა. არ არის აუცილებელი რომ ყველაფერი ის მერე გავნაბიჯებს, იმიტომ რომ ქრისტემ უთხრა პირდაპირ თომას, ნეტარ არიან არამხილველი და მორწმუნენი თომა. შენ მე მიხილე და მირწმუნე თომა. ამაში არაფერი არ არის, დამინახე და მირწმუნე რა. თუ კი მნახე, დაიჯერე რომ აღწდეთ იმ ყდრეთით. მაგრამ ნეტარ არიან თომა, რუსთაველები, რომლებიც მოისმენენ სიტყვას. არამხილველნი და მორწმუნენი. ამიტომ ღმერთს უნდა რომ შენ მორწმუნე იყო, არა რაღაცას დაყნოთ ღმერთო, მე გენდობი, არა რაღაცის დასაყრდნო მწოდნას, ეს შვინიერი გონება გეუბნა. აბა გაიგე და მე გაყრა, გაიგე როგორ იქნება. მე ბოლოს აქ გითხარით, როცა გარდაიცვალა და მოკვდა ლაზარე, თავისი და მოვიდა და ეუბნა, უფალო აქ რო ყოფილიყავი, შენ გამკურნავდი მას. არ მოკვდებოდა ჩემი ძმა, შენ შეგეძლო განაგეკურნებინა. ქრისტემ უთხრა, მე ვარ. აღსდგებაო შენი ძმა უთხრა. აღსდგება. ვიცი რომ აღსდგება უკანასკნელ დღეს აღდგომისას. მარია, მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ბოლოს ეუბნა, აქ გითხარე თუ ერწმუნებ ღმერთის დიდებას იხილავ. ამიტომ მოდით ჩვენ ვირწმუნოთ რომ ვიხილოთ და არა ვიხილოთ და მე ვირწმუნოთ. ხალხს უნდა მახილვინე და ვირწმუნებ ღმერთი ამბობს თუ ირწმუნებ ღმერთის დიდებას იხილავ. თუ ირწმუნებ მე დღესაც რწმენით ვდგევარ, გარემოებები ბევრ რაღაცაზე მელაპარაკება, 1000 რაღაცას ამს, მაგრამ ღმერთი ამბობს შენ დადექი მტკიცედ რწმენაში, თუ ირწმუნებ ღმერთის დიდებას იხილავ. ამიტომ ყურადღებით იყავით, როცა ერთხელ გელაპარაკება ღმერთთან ნიადაგს ამზადებს, მეორედ გელაპარაკება სიზმარში, ძილში არის ღმერთი მოლაპარაკება, როცა ჩვენ არ უსმენთ, ჩვენ ძალიან ბევრს ვაშავებთ და ვაგებთ. აი ძილში მქონდა ზუსტად ეს სიტყვა, რაც ახლა უნდა თქვა და დავასრულებთ და ვილოცებთ. ძილში გავიგე ეს 1000 ჯერ გაგებული ადგილი წმინდა წერილიდან, პირველი მეფეთა მე-15 თავი. ღმერთი ელაპარაკება თვითონ ჩვენგანს და ეს მუხლი იმ დროისთვის არ იყო ნათქვა მხოლოდ. პირველი მეფეთა მე-15 თავის 22-23 მუხლები. მიუგო სამუილმა და უთხრა, სამუილ წინასწარმეტყველი იყო სამუილი და სამუილ მეფეს ელაპარაკება. განა ისევე ეამება უფალს სრულად დასაწველნი და მსხვერპლნი. როგორც უფლის ხმის მორჩილება, ჩვენ რა გავაკეთეთ ახლა აქ რომ მოვედით, მიათედი შესაწირავი, ზოგი სიკეთეს აკეთებს, აგერ იქ ვიღაცა ამზადებს საჭმელს, ახლა საკვებს ჩვენ და ჩვენ რაღაცა ფასებს და მსხვერპლებს ვიღებთ, რომ ღმერთს კეთილსურნელებად მოუტანოთ ეს. და რაღაცების კეთება, სამუილმა რაღაცა გააკეთა, წავიდა დაამარცხა ყამალეკი. და რომ იდიოდა საბრძოლველად, ეს ისტორიის სურათი მინდა დაგანახოთ. საბრძოლველად რომ იდის, ღმერთმა უთხრა სამუილის პირით, წინასწარმეტყველის პირით საული მეფე იყო. და უბნა, უნდა ამოხოცო ყველა, დიდი და პატარა, ბავშვი, ცხვარი, ძროხა, რაც კი სუნთქავს და არსებს, ყველანი უნდა დახოცო. არაფერი არ უნდა დარჩეს იქიდან, მიწასთან და გაასწორო მტერი.
მოვიდა სამუილი და ხედავს საულ მეფე მოდის ბრძოლიდან და ადიდებს უფალს, დიდება უფალს. გაგვამარჯვებინა ღმერთმა, ყამალეკი გავანადგურეთ. და ეკითხება, ეს ვინ არის ეს კაცი რო დგას აქ? და მეფე წამოიყვანეს იქიდან. ყამალეკის მეფე წამოიყვანა. ესო ყამალეკის მეფეა და ანუ მასხარათა საგდება, დასაცინად, ერს რომ რა ვიცი მე რაღაცები ხალხს უნდოდა ასე, რომ ღმერთმა ესე გითხრათ, რომ მეფე გადაარჩინე და წამოიყვანეო. სამუილს უკვირს. საულმა ის არ გააკეთა, რაც ღმერთმა უთხრა. ეს რა ბღავილი მესმის აქ. ეზოში რა ბღავილის ხმა ისმის. ეს ხვარძროხაო, ყავდათ იმათ ხვარძროხაო და წამოვასხითო. ხვარძროხა ჩვენი ღმერთისთვის მსხვერპლის შესაძლებლად. ჩვენ ღმერთს რო შევწიროთ მსხვერპლად. და მე რეუბნევა, განა ისევ ეამება უფალს ეს ხვარძროხა. ეს მეფე რომ დაამცირო. ისევე ესიამოვნება ღმერთს, აი ეს ბოროტეული ხვარძროხა, ღმერთმა ხო გითხრა რომ უნდა გაგენადგურებინა ისინი იქ. უფალს ხშირად ჩვენ მე ღმერთო მე ამასაც გავაკეთებ შენთვის მაგრამ იმას არ გავაკეთებ რასაც მეუბნები. და ღმერთი ამბობს ეს საშინელება არის, საშინელება, რომ იმას არ აკეთებ, რასაც ღმერთი გეუბნება და შენ რაღაცა გინდა გააკეთო ღმერთისთვის. ცხვარძროხა მოყავს შენი მტრის ბანაკიდან, რომ შესწირო ჩვენს ღმერთს რო შევწიროთო. ჩვენი ღმერთისთვის მოვიყვანეთო, რომ ჩვენ ღმერთს რატო უნდა დახოცილიყო, ღმერთმა თუ გითხრა, რომ უნდა დახოცო, უნდა დახოცო. მე რეუბნა, აჰა დაიმახსოვრე სამუილ და ყველა რუსთავის ეკლესიის წევრებმა და არა წევრებმა, რომ მსხვერპლებზე უკეთესია მოსმენა. და მორჩილება და მოსმენა ვერძის ლურთებზეო. შემდეგი მოხლი. რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა. ბევრი ამბობს, მე ჯადოქარი არა ვარ, როცა ეურჩები, რასაც ღმერთი გეუბნება, ღმერთი ამბობს, მოდი, ნუ განვასხვავებთ ერთმანეთსგან. ერთი ცოდვაა ჯადოქრობა, ჯადოქრობა ჩემსკენა, ჯადოქარი არა ვარ მე. ურჩობა, ღმერთი ამბობს, ურჩობა, რო გითხარი, რომ არ თქვა, შენ მაინც ახვედე თქვი, ჯადოქარი ხარ ღმერთი გეუბნება. მე ურჩი ვიყავი, ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა. ერთთაყვანის მცემლობა და თვითნებობაო. თვითნებობა რა არის? მე ესე მოვინდომე ღმერთისთვის. და ღმერთი ამბობს, ერთი ცოდვაა. როცა ადამიანი როგორც თვითონ უნდა ქრისტე ხშირად ამბობდა, თვითსჯულიაო ეს ხალხი. თვითსჯული ნიშნავს, რომ მას ასე აქვს კანონება და წესება აქვს და როგორც თვითონ მიაჩნია სწორი ისე იქცევა. როგორც შენ შეურაცხავიო უფლის სიტყვა და არ უსმენ ღმერთის სიტყვას და არ არის შენს თვალში ამაღლებული, ისიც ისევე უფალი უარყოფს შენს მეფობასო და წაგართმევს სამეფოს და მისცემს შენზე უკეთეს, რომელიცო მოიტანს ნაყოფს უკეთეს მის თვალში და დავითი გახდა მეფე საულის ნაცვლად. სიტყვით ღმერთმა სამუილი მივიდა და თქვა შენ მეფე ხარ ამის მერე ზეთის ცხოდა სიტყვით გადააყენა მეფობიდან საულ მეფე სამუილმა სიტყვით დააყენა მეფე დავითი და ღმერთის სიტყვით მართავს ყველაფერს და მოდით დაემორჩილეთ დაწერილ სიტყვას. დაემორჩილე გაგონილ სიტყვას, რომელიც შენს გულში გესმის, რომ ღმერთი ამისკენ გეძახის და გეუბნა. როცა ამას გააკეთებ, შენ მიხვდები, რომ ღვთისმსახური და ღვთისჭურჭელი ხარ და ღმერთი გამოგიყენებს. ახალი წელიც კარგი იქნება. იმის შემდეგი წელიც და კიდევ სხვა წლებიც, რომელსაც ღმერთი გვიმზადებს სამომავლოდ. მე მინდა რომ ყველამ ვისაც აქვს თავის გულში მოსანანიებელი, მოინანიე და აღთქმა განუახლე ღმერთს და უთხრა ღმერთო, მასწავლე შენი ხმის მოსმენა და მე ყოველთვის ყველას ყველგან აუწყებს მოინანიონ. ყველას ყველგან იგულისხმება, რომ ყველას ეშლება, მაგრამ ყველას შეუძლია აღთქმა განაახლოს და მოინანიოს ღვთის წინაშე თქვას ღმერთო და მეხმარე, გავცვთავდე, გავიწმინდე და ვისწავლო შენი ხმის მოსმენა, შენი ნების შესრულება. წამოდექით ჩემთან ერთად, მე მინდა რომ ვილოცოთ და უფალს ვთხოვოთ, რომ უფალო, მატარე შენი გზებით. მასწავლე
სულის კარნახის ქვეშ ცხოვრება, რომ მშვინიერი გონებით არ დაკავდეს ჩემი პიროვნება და არ ვიყო მშვინიერი ქრისტიანი, სულიერი ქრისტიანი მინდა გავხდე, რომელთა მერვე თავში მე-14 მუხლი ასე ამბობს, რამე თუ ისინი, ვისაც ღმერთის სული წარმართავს, ღმერთის ძენი არიან. ვისაც ღმერთის სული წარმართავს და არა ლოგიკური ან მშვინიერი ჭკვიანობა.